ღვინო ბუნების ასწაულია, ღმერთების საჩუქარი. სასმელი, რომელმაც ძველი ადამიანის ყოფა სრულიად შეცვალა. თვითგადარჩენის ინსტინქტზე მომუშავე არსებას ცნობიერება გადაუწყო. ემოცია და გული გაუხსნა. ოდნავ გააღვივა შემოქმედების იმპულსები, რითიც ერთი ნაბიჯით დააახლოვა შემოქმედს. დღეს ღვინის სამყაროში ვიმოგზაურებთ. მოგზაურობის ხარისხს დიდწილად მეგზური განაპირობებს. ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა, რადგან ყავს გიორგი სამანიშვილი. ყველას გვახსოვს ახლა ის ცნობილი სცენა ჯარისკაცის მამადან. აქ რა მოგიყვანა შედალოცვილო. მოგიყვანა შედალოცვილო შენ. აი რა აქვს ეგეთი ყურძენს, ეგეთი მაგია, რომ ესე აჯადოებს ადამიანს. მე მაინც უყურებ მეცნიერულად ამ ყველაფერს და ცოტა ის შრალად მეცნიერებაში ყველაზე დიდი მაგია არის მე თვითონ. ხო, ანუ ხო, ეს ყველაფერი ახსნილია, როგორ ხდება ეს რა, კარგად შეისწავლეს საუკუნეზე მეტი ხანია, ძალიან კარგად სწავლობენ, უფრო დასავლეთ ევროპაში და არა, ვაზი არის ალბათ ისეთი სცენარი, რომელიც ყველაზე ბევრ მზეს, იმაში მზის ენერგია ყველაზე მეტად მოაქვს. სადაც ვაზი შეიძლება მოიყვანათ სხვა ხილისგან სასმელები, არყები და ასე შემდეგ, ფაქტობრივად არცად არ მზადდება, იმიტომ რომ ყველაზე ბევრ შაქარს აგროვებს, ყველაზე რთული მოსაყვანია, მაგრამ ყველაზე მომგებიანი მოსაყვანი იყო ყურძენი ყოველთვის, რაც კაცობრიობა არსებობს. ყველაზე დიდი ხანს ატარებს ნაყოფი მზეზე, ასე ვთქვათ, სადღაც რო გამოიღებს, როდის გამოიღებს? აქ საინტერესოა, ეს გამოდის მარცვალი, ანუ ყვავილობა რო დამთავრდება მაისის ბოლოს, უკვე მარცვალი გამოინასკვება და იმის მერე იზრდება, მაგრამ ყველაფერი ხდება ფოთოლში. ყველაზე დიდი ემთხვევა სახელი. სასწაული ეს არის ფოტოსინთეზი. ყველაფერი ორგანული ცოცხალი არის ამ ფოთლიდან შექმნილი. მზე ანათებს ამ მწვანე ფოთოლს, წარმოიქმნება მზის პანელია ფაქტობრივად. კი. ფოთოლში წარმოიქმნება ეს შაქარი და მიდის ის მერე შაქარი გადაიქმნება, იმისგან იზრდება ფესვიც, იმისგან იზრდება ყლორტი. ყველაფერი ხდება იმ ენერგიით, რომელიც ფოთოლში წარმოიქმნება. და რო უკვე საკმარისად რო გაიზრდება და უკვე ეს გამოინასკვება მარცვალით და უკვე გამრავლებაზე უნდა იფიქროს ვაზმა. მერე იწყება უკვე შაქრის დაგროვება მარცვალში. მანამდე არ ჭირდება მარცვალში ის წიბწა, ანუ შვილი შექმნა, გარეთ დამცავი ეს მარცვალი გაუკეთა, მაგრამ მუშაობს რომ ფოთოლი ბევრი კონტეს, ბევრი ენერგია აიღოს. რომ მიაღწევს უკვე რომ გაიზარდა და უკვე მარცვალი მზად არის რომ გამრავლდეს, მერე იწყებს დამწიფებას რომ მოიზიდოს ცხოველი ან ადამიანი, რაც შეიძლება ლამაზი უნდა იყოს, ფერი რო ეცვლება, ანუ ის შეთვალება თვალში რო შედის. უკვე ლამაზი უნდა გახდეს ეს მარცვალი, რომ ყველას მოუნდეს ამის შეჭმა და მერე გამრავლდეს რა. ვაზის შვილი არის წიბწა, ანუ კურკა. და ქარხანა არის ფოთოლი. ფოთოლი არა, ეს ფოთოლი იყო სასწაულია. ესე იგი თვითონ გიხმობს რომ შეჭამო და ეს მისთვის არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, ესე გამრავლების ინსტინქტი. როგორც ყველა ცოცხალი არსების და თან სანამ მზად არ არის მარცვალი, მწვანე არის, ვერ შეამჩნევ, რომ შეხედა ფოთლებში არ ჩანს. მზად რო იქნება, რომ უკვე ვინმე უნდა შეჭამოს, მე ფერს შეიცვლის, როგორც ყველა ცენა იზიდავს. ორჯერ აქვს ეს ყვავილი, უნდა იყოს ლამაზი, რომ ფუტკარი მოიზიდოს და დამტვეროს. როგორც კი დაიმტვერა, ისე მწვანე არის, იმალება და მე უკვე შეთვალების მერე დამწიფების დროს ისევ ლამაზდება. უნდა გავსინჯო ხა ეს რამის მერე. ეს არის ქისი. ეს არის ქისი. ქისი. ბოლო პერიოდში დავიწყე ქისის დალევა სხვათა შორის და თუ ცოტა ერთი ჭიქის დალევა მინდა ხოლმე მწვანე ღვინის, ხშირად ეს არის ხოლმე ქისი. სხვათა შორის ქისი არ იყო ძირითადი ჯიში კახეთში. ხო, ბოლო დროს. აქ იყო ქაწითელი და მწვანე იყო წამყვანი მთელი მე-19, რაც ჯიშების შესწავლა დაიწყეს მე-19 საუკუნე და
ქისი კი ყოველთვის იყო და ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ ეს გამრავლდა, აი სადღაც 10-15 წელია დაიწყო მასიურად გაშენება და ხა ბევრი ამბობს, რომ სახელი ქისი უფრო ადვილი სათქმელია, რომ გაგაგსაც სხვა ქვეყნებში კაწითელი. ინგლისურთანაც კარგად ჩავა ქისი, ფოტოს რო ვიღებთ მეღვინეები ქისი ესე ვიძახით ხოლმე. ქისის პრომოციას ვაკეთებთ. მაგრამ ღვინო ძალიან კარგი არის, კაწითელი არის ძალიან კარგი ჯიშია. კაწითელი ალბათ მაინც პირველი ჯიში არის კახეთში. ესეთი სხეულის სტრუქტურა ყველაფერი რო აქვს, მწვანე არის არომატებს ხოლმე და ამიტომ კაწითელი და მწვანე იყო ხოლმე ყოველთვის და ეს ქისი ცოტა ორივე არის და ანუ მარტო ქისიც უკვე კარგი გამოდის. ერთი ცოტა უხეშია ხოლმე ჭაჭაზე რო ვადუხებ, დრო ჭირდება დადბილება. ურძნად მე მგონი ქისი არ მიჭამია არასდროს. ეს არის ახლა მეგობრებო მზის ენერგია არის ამაში დაგროვებული, რამდენი თვის გამოდის ერთი აქ არის მეორე თვე არის, ორი თვე არის. ორი თვის მზის ენერგია არის ამაში ნაგროვებული. და იმისათვის რომ მზის ენერგია დაეგროვებინა, ჯერ ძალიან დიდი მექანიზმი აშენა. ერთად ჩემო. აი ამის მე როგორ გინდა რომ ესე მოწიწების გარეშე მოეპყრა. აი ეს ცოდნა არის ალბათ ცოდნა რომელიც ამ მეცნიერება ძალიან კარგად განვითარდა, მაგრამ ძველებურ მეთოდებს ვიყენებთ ეხლაც. აქ, ანუ მარცვალი რა არის? არის ბილობი, სადაც არის წვენი ძირითადად. ანუ რო ვწურავთ, გამოდის წვენი და ამაში არის შაქრები და მჟავები. მაგრამ კანში არის არომატული ნივთიერებები, საღებავი ნივთიერებები და ტანინები. ტანინი გაგვიგია საქართველოს ყველა მიცის და ანუ ის ტანინი კარგი იქნება, მწყლატე იქნება, ხავერდოვანი იქნება დამოკიდებული ამ კანის სიმწიფეზე. არაშინით შაქარი რამდენი აქვს, არამედ კანი როგორ დამწიფდა. ამას გემაზე რო შინჯავთ, აი თუ ნახავთ მარტო კანს. ცოტა კახეთში ამბობენ კლერტამსო, ანუ პირს აშრობს. კლერტამს ეს კახური სიტყვა. კახური გამოთქმა კი. და ეს მეღვინე გასინჯავს და აი ეს გემო რაც კანი ტოვებს. ეს გემო ექნება ჭაჭაზე რო დავადუღებთ ქვევში. ასე ეს თუ მოგწონს, და მგონი არ აიცოდე. ამით აკრიფო უკვე შეიძლება და ალბათ არა ხვალ დაიკრიფება, ეს უკვე დაიწურება. კიდევ ერთი შეგვიძლია მე წიფწაც გავსინჯოთ, თორემ მე ავსინჯავ ხოლმე, სხვადასხვა კარგია ჯანმრთელობისთვის აქ. წიფწის ზეთი ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. ხო, ბოლო დროს მაგის წარმოებაც აქტუალურია. ცოტა კლატე ტანინი აქვს უფრო და. მე ჩავაბარე მეღვინეობა ზე საქართველოში მაშინ ერქვა. რომელ წელს ხდება ეგ? 1900-2000 ჩავე 1993-ში. მაგ დროს არსებობს ესე ეგ. საბჭოთა კავშირში იყო კარგი სკოლა. საბჭოთა კავშირისთვის ძალიან კარგი სკოლა იყო და ეხლა რა თქმა უნდა თანამედროვე იმით შევხედოთ, ცოტა ისე არ იყო, მაგრამ 90-იანებში უკვე ცოტა დასუსტებული იყო. 93-დან 17-მდე აქ სწავლობდი, 97-ში წავედი საფრანგეთში. კარგი ტაქსისტი ვით, 2 დიპლომი მაქვს, ერთი ენოლოგიის, ანუ მეღვინეობის ბურგუნდიიდან და ერთი მე მეღვინეობის დარგის მართვა, ეკონომიკა და კანონმდებლობა ბორდოში. ბავშვობაში ამე ასე ვთქვათ, საოჯახო ტრადიცია იყო თქვენთან? როგორც ყველა ოჯახში, ანუ მე იმერეთიდან ვარ, ამიტომ ბაბუა მყავდა, ორივე ბაბუა ჭურის თავზე, ჭურებში აყენებდნენ ღვინოებს და უყურებდი ბავშვობიდან თავის დაუცხადია და მამა ჩემის თბილისში მერვე სართულზე ვაყენებდით ბოცაში, მთელი ბავშვობა ესე გატარებული, ლექი, გაზი როგორ ამოდის, ლექი როგორ ჩადის, ნანახი მაქვს, ასე რომ ოღონდ როგორც ყველა ქართველს მეც მქონდა შეხება ღვინოსთან. რა ასე ვთქვათ, განსხვავებებს შეეჯახე 90-იანებში, ხა მაშინ ძალიან ბევრი მითი იყო ღვინოზე, მით უმეტეს საქართველოში, თუნდაც იგივე მოვლის მხრივ თუ გინდაც იგივე დაყენების მხრივ ეს რაღაც ზეპირსიტყვიერად გადადიოდა ცოდნები, ესე უნდა ქნა, ესე უნდა ქნა, მახსოვს ახლა რო აყენებდნენ კაცები. რები დაიმსხვრა შენში რო ჩახვედი საფრანგეთში. ხო, ძალიან ბევრი, ხა დღესაც ეს ხდება ხოლმე სხვაობა, მაგრამ ხა დღეს ინტერნეტის ეპოქაა და 97-ში საერთოდ არ ქონდა ინფორმაცია. ხა სხვაობა საბჭოთა სკოლა. ანუ ჩვენ ქართულ იმაზე კი იყო დაფუძნებული და მაგიტო გადარჩა ქართული მეღვინეობა ესე კარგად, მაგრამ საბჭოთა კავშირმა მაინც მოიტანა სტანდარტიზაცია. ანუ სიტყვა ტექნოლოგიასაც კი მე მაგალითად ვერ იდები ხოლმე, რომ ზუსტად იყო გაწერილი კაწითელის რომ მოიტანეს და დაჭყლიდე და იმასქენი ესე გადაამუშავე, ეს დაამატე და ბევრი ხათაშორის ჭყალებში ცუდი მეღვინე და ვიკითხე როგორ მზადდება ღვინო და ვკითხავ იწყებს რომ უნდა აიღო დააყარო ეს და ადრეს არ ჭირდება ღვინო მზადდება აიღე ყურძენი დაწურე და დაადუღე. და ეგ საფრანგეთში მაინც შენარჩუნებული ქონდათ აქვთ ეს ისა რა ქვია ბუნებრივი პროცესი რომ მიდის და ამას რო უნდა მიყვე და ხასიათი რო
ვენახიდან მოდის. ეს ფაქტობრივად დაკარგული ქონდა საბჭოთა კავშირში. პროფესიონალებმა იცოდნენ, მაგრამ მასიურად მაინც ანუ იცოდნენ კაციტელი კარგია, ესეთია, ეს უნდა დაწუდა, ეს უნდა კონდიცია უნდა იყოს 22%, ეგ სიტყვა კონდიცია რომ ესმის ხოლმე ხაც საბჭოთა კავშირი მახსენდება. და არა და ფრანგები ისევე როგორც ქართველები, როგორც ბაბუაჩემი, ყურძენს სინჯავდნენ, ასე ღეჭავდნენ და ესე ხდებოდნენ. ანუ ჩვენებიც, ანუ ეს დაკარგული არ იყო. სხვადასხვა წიგნები მქონდა, ხა ქართული წიგნები წავიღე იქ რომ წავედი და არაფერი ახალი არ აღმოუჩენიათ გარდა რაღაც საზომი აპარატებისა. რაც იყო მეღვინეობა, როგორც დაიწერა, იმას მივყვები და ქართულ სახელმძღვანელოებშიც იგივე ეწერა. ჩვენ ძირითადი პრობლემა არის, რომ არა გვაქვს სასწავლებლები და მე აი გუნდა მეკითხა, ხო, მახსოვს იყო რაღაც ჩანაფიქში უნივერსიტეტში. არა გვაქვს სასწავლებლები რეგიონებში, ეგ არის. თბილისში ასე თუ ისე რამდენიმე კარგი ინსტიტუტი არის, ერთგან მეც ვასწავლი, ჩემი მეგობრები არიან სხვა იმებში, მაგრამ აქეთ რაღაც კახეთი, ერთი თელავში ან კახეთში და ერთი დასავლეთ საქართველოში დასაწყისისთვის აუცილებელია, რომ რაღაც შეიქმნას ადგილი, სადაც ეს ცოდნა მოგროვდება, გავრცელდება. ძალიან მნიშვნელოვანია კი ეგ ალბათ, რომ ეს ასე ვთქვათ ამ ხალხურ ცოდნას და ინტუიციურ ცოდნას ცოტა სამეცნიერო ფუნდამენტიც ჰქონდეს და ალბათ უფრო მყარი იქნება მაგ შემთხვევაში დარგი არა. ცალსახადად თან ეს ტრადიციული ცოდნა ხშირად არის პოსტსაბჭოთა ცოდნა, რომელიც ყოველთვის არ არის რაღაც ისტორიაზე დაფუძნებული და ეს ძალიან ახალი 10 სასახარბიელო პერიოდის ისტორიიდან მოდის და ამიტომ ვთქვათ იგივე გახსენება მანამდე როგორ იყო უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე ვიდრე ვთქვათ შეიძლება პაპა ან ბაბუა მოყვეს რომელსაც რაღაც ნანახი აქვს მაგრამ 10 ისე სწორი მიდგომა იყო ხო აი ყველაზე ცუდი რაც არის რომ გარანტირებულად იცოდნენ რომ გაყიდიდნენ ხო ანუ კარგი და ცუდი რაღაც ხვაობა ხო რატო ვიწვალო რომ კარგი გავაკეთო დრო დავკარგო ენერგია რესურსი მაშინ როცა ცუდს გავაკეთებ და მაინც ისევე გაიყიდება კიდე კარგი კონტროლი დაგვიყენეს თორე ხოსუ დაიბნეოდით ა დაიხსოვეთ გადაეცით თქვენს ახლობლებს ნათესავებს მეგობრებს რომ 12 აგვისტოს ღვინო არ დაიგება მე თუ შეგვიდი შემახლები შეიმში მეღვინის ხასიათი ღვინოში ჩანს რამდენად ეთანხმები შენ როგორც უფრო მეცნიერულად მოწყობილი ტვინის ადამიანი. მეც ახლა როგორც დავთვალეთ, 30 წელი გავამდის ხო ღვინოში ვარ. ღვინოს რო სინჯავ, შემილია გითხრათ, როგორი მეღვინეა და როგორი დირექტორი ყავს კიდე და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას თუ დავალებას აძლევენ, ეგეც კი ეთყობა ხოლმე. არის ღვინოები რო სინჯავ და შიში ეთყობა, რომ ისე ფრთხილად აქ დააყენებული, არაფერი არ შეშლია, მაგრამ ღვინოს შენიშვნა არ მომცესო. არის ღვინოები, სადაც შეიძლება რაღაცა ცოტა ზედმეტიც მოუვიდა, მაგრამ არის ესე დახატო რაღაცას, და ემოციას დალეო, იგზნობ, რომ რაღაცა გაუკეთები ამას და არ ეშინო და მეღვინებო დააყენან. და ეგ ახალგაზრდა. კი. ყოველთვის აი მაინტერესებს ხოლმე, რომ მივყვები, რომ აი ადამიანი, რომ პირველი ადამიანი, ვინც დათვრა. როგორი შეიძლება ყოფილიყო და როგორ მოხდა ეგ აი ანთროპოლოგიურად რომ გადავავლო თვალი ხო არ შეგიძლია ეგ სცენა გამიცოცხლო როცა ადამიანი პირველად შეეხო ყურძენს და გაიგო ღვინით თრობა რა არის მან ორი ვერსია შეგვიძლია თქვა ერთი ნოეს ისტორია გეცოდებათ ანუ ნოემ რო დარგა ვაზი მოიყვანა დაწურა დაღვინდა დალია და დათვრა და დათვრა იქ დასაცმელი მოიცილა და სამი შვილიდან ერთმა დასცინა ორმა არა ეს არ შეხედეს გადააფაც ვინც დასცინა ის დაისაჯა თვალკაცროა რომ დავცინოთ დაახლოებით ეგ მოდის მაგრამ ზოგადად ანუ ხა რა თქმა უნდა ეს მოხდა დაახლოებით 10000 წლის წინ გამყინვარებები რომ დამთავრდა ვაზი დაიწყო გამრავლება გავრცელება და ისე ხა ვაზი ყურძენს ისხამდა ეს ყურძენი ცვიოდა ხო თავისთავად ცხადია ზოგს ჭამდა ალბათ ადამიანი და სხვა ცხოველი რომელიც თლად ესეთი ტკბილი არ იყო მაშინ მე დაიხვეწა სელექციის შედეგად მაგრამ მაინც ის იყო მოსავალი იყო შაქარი იყო ჭამდნენ ხო ჩვეულებრივად მაგრამ ეს ხო სადაც ტყეებში იზრდებოდა ესო ისენი აგე მე-19 საუკუნემდე ტყეებში იყო უამრავი ყურძენი ენახები არ იქნება ესეთი არ იყო ტყეები იყო და ყველგან იყო ლიანა არის ეს არის ლიანა ანუ სადაც გაუშვებ წავა და რაც უფრო მაღლა წავა ურჩევნია ზეს ფოთოლი იმასოთ ბევრი შაქარი დააგროვოს და ეს ყურძენი ხო ბევრი მოვიდოდა ჩამოიყრებოდა და რო ჩამოიყრებოდა აუცილებლად ცდომის მოყარე ვინმე გასინჯავდა მათო ახალ ყურძენს კი არა უკვე ქვემოთ დაყრილ ყურძენს რომელიც ბუნებრივად ცოტა დაჭყლეტილი იყო და დადუღებული იყო უკვე ანუ ეს მარცვალში დადუღდება მარცვალში არა როგორც კი იჭყლიტება სხვათა შორის არის საინტერესო აი ერთ სხვა მარცვალს ავიღებ აგერ
ნახეთ, მაცვალი არის და გარედან ხელს რო გადაუსმევთ, პრიალდება, ხო? კი ბატონო. იმიტომ რომ გარედან აქვს ცვილი, ცვილით არის დაფარული და ამ ცვილზე არის დაწებებული უამრავი მიკროორგანიზმი და მათ შორის საფუარი, რაც არის აუცილებელი. ყოველთვის არის საფუარი. თან ერთი კი არა, ბევრნაირი საფუარია, ზოგი კარგი, ზოგი საშუალო, ზოგი როგორც ძველ წიგნებში ამბობენ, უჯიშო საფუარებიც, მაგრამ ყველა აქ არის. და როგორც კი იჭყლიტება, ეს საფუარი უკვე სითხეს ეხება. და საფუარს უნდა შაქარი, რომელიც შიგნით არის. და იწყებს ამ შაქრის ჭამას. და საფუარი რო ჭამს შაქარს, მაგას ქვია ალკოჰოლური დუღილი. და დაღვინება ხდება თავისით, ანუ არაფრის ეს საფუარი ცოცხალი ორგანიზმია. ცოცხალი ორგანიზმებია ერთუჯრედიანი, აცისე დახვეწილი, ნუ ბაქტერიებზე ცოტა დახვეწილები არიან, მაგრამ ბაქტერიებიც არის. თან არის საინტერესო, ესეც კარგად არის შესწავლილი, არის ყველაზე ძლიერი ამ მიკროორგანიზმებს შორის არის საფუარი. ეს ჯობნის ყველა სხვა ბაქტერიას და სხვა სოკოებს და ასე შემდეგ. ანუ ეს საფუარები იწყებენ მუშაობას, ოღონდ დასაწყისში 10 ისე კარგი საფუარი იწყებს ხოლმე, სადღაც პირველი, მეორე, მესამე 4 გრადუსამდე ცოტა მოგძოის არის, აპიკულატებს ეძახიან. უკეთ ის ვრცელდება, მაგრამ მე ალკოჰოლს ვერ უძლებს. კვდება და მოდის უფრო კარგი საფუარი, ის ანუ რამდენიმე საფუარი. ალკოჰოლიზაციას რა იწვევს? საფუარი ჭამს შაქარს და წარმოქმნის ალკოჰოლს. აი ეს არის მთელი მეღვინეობა. ორი რაღაც არის, იმასაც გეტყვით მე, მაგრამ ამ თავარი ალკოჰოლური დუღილი, ანუ ესო დავწვევთ ტკბილი, რო ვსინჯავთ ტკბილი არის, ხო, დაღვინდება, უკვე ღვინო არის. ეს ყველაფერი გააკეთა ერთუჯრედიანმა საფუარმა. რომელიც ძალიან ჩქარა ბრალდება, ბევრი შაქარი რო აქვს, ბევრ სპირტს, ანუ ალკოჰოლს წარმოქმნის და მე რომ მივაღვიდო 12-14 გრადუსზე, ანუ რო აღარ არის შაქარი აღარ აქვს, აქეთ სპირტი ხელს უშლის, კვდება და ილექება. პირველი ლექი არის საფუარები მოვაცილებ და ღვინო გვაქვს უკვე. არაფერი არ უნდა, ყველა ყურძენში შაქარი აქ არის, მჟავები. შაქარი აქ არის, როგორ გაირითმა. შაქარი აქ არის, შეიძლება იმასაც დავწერე. შაქარი აქ არის, მჟავები აქ არის, არ ირეთმება, მაგრამ მჟავებიც მნიშვნელოვანია, სხვადასხვა რო ვსინჯავთ. გაცილებით ტკბილია, მაგრამ ეს მჟავიანობა ფარავს და ვერ გზნობთ ამ ესეთ სიტყვას, თორე ძალიან ბევრი მჟავებიც აქვს და შაქრებით. მაგით არის სხვა ხილზე უფრო მეტი შაქარი აქვს, მაგრამ გემოზე ვერ გზნობთ ხოლმე. თორე მჟავები აბალანსებს. და კანი. ეს სამი ის არის, რა ქვია, ბილობი, მჟავები, შაქრები და კანში არის არომატი, რაც აქვს ღვინოს. კანიდან არის ფერი, რაც აქვს განსაკუთრებით წითელ ღვინოს. კანიდან არის და ტანინებიც კანში არის. და მთელი მეღვინეობა არის ეს საფუარმა დაგვიდუღოს ეს შაქარი და შაქრები, მჟავები გადმოვიდეს და მე ისა რა ქვია, კანიდან გამოვიტანოთ ცოტა ან ბევრი ის კანის ნივთიერებები. მთელი მეღვინეობა ეგ არის. სასწაულია, ან მართლა სასწაულია რა. რასაც ხო და იმ კაცს დაუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, ვინც პირველად გასინჯა, დადუღებული, გასინჯა და დათვრა, შეთვრა, ხო? შეიძლება ცოტა შეეშინდა. მაგრამ იმას ხო მიხვდა, რომ რაღაც სხვა აზრები ქონდა აუცილებლად. ხალხი რო ერთად ისხდნენ, იყო და სვამდნენ ერთად რაღაცაზე, საუბრობდნენ, ალბათ მაშინ ლოცულობდნენ რაღაცაზე, ხო, მზეს ან თვარეს და ეს რაღაც ერთი აზრები მოდიოდათ და მეორე დღეს ეს აზრებს რო ვინც ფიქრობდა ამას, რო გადაანალიზებდა, წარმოვიდგენია რამდენი კითხვა და რამდენი დაშვება შეიძლება ქონოდა და იმის გარდა რომ ღვინოს რო დალევ ენერგია გაქვს ფიზიკურად ვინც მუშაობდა მისთვის ღვინო იყო ენერგიის წყარო დალევდა და გაცლებით კარგად მუშაობდა ღვინო დალიე ლომი და დასწლიო ესეთი ანდაზაც იყო ღვინო დალიე ლომი დასწლიე და მაგას ბევრი ანდაზები არის შემდეგ ხო ლომი და მე გადადიხარ მაიმუნში და ბოლოს ღორი თავდება ამიტომ დოზები ყოველთვის იცოდნენ და თან საინტერესო რა არის რომ ყურძენი სადაც იყო ხო ეს დასავლეთ ევროპა ანუ ევროპის ნაწილი სადაც საქართველოს მათ შორის ანუ ამ კულტურაში იყო ვაზი სადაც არ იყო იქ ჰქონდათ ლუდი რომელიც ცოტა უფრო ძველია ვიდრე ღვინო ლუდი იყო და სადაც ესეც არ იყო ანუ სხვა ხილს და რაღაცებს ადუღებდნენ ხოლმე ალკოჰოლი არსებობს ამ სასმელი ეს რაც ათრობს იმდენი ხანი რაც არსებობს ცივილიზებული ადამიანი, ანუ დაახლოებით ბოლო გამყინვარების მერე 10000 წლიდან მოყოლებული სულ სვამდა ადამიანი სხვადასხვა სახით სასმელს და ღვინის ქვეყნები ყოველთვის პრივილეგირებულები იყვნენ. ღვინო მაინც ყველა ამ სასმელში ელიტარული სასმელი იყო ყოველთვის რომის იმპერიაშიც, რომელიც ხავს არაძლებდა უფლებას რომ ღვინო დაეყენებინა. მაგათაც ფრანგებს ჩუმად აყენებდნენ, თორე გალები ღვინო აკრძალული ჰქონდათ და ზოგადად ის იყო რეგულირდებოდა ყოველთვის და. რატომ შეიძინა ღვინომ აი ეგ სულიერი დატვირთვა, როგორ ფიქრობთ და თუნდაც იგივე ჩვენს რელიგიაში, ქრისტიანობაშიც ღვინო ერთ-ერთი საკრალური სასმელია, რითიც ხდება ღმერთთან ზიარება. ასე ვთქვათ, გვეუბნება ღმერთი, რომ აი ეს არის ჩემი სისხლი და მითი, ასე ვთქვათ, ჩემი თანაზიარი ხდებით ამის მიღებით. არსებობდა რამე მსგავსი პრაქტიკა, თქვენ როგორ ფიქრობთ მანამდე და
უკვე არსებული ტრადიციის მოდიფიკაცია მოხდა სხვანაირად თუ ეს მთლიანად ნოუ-ჰაუ იყო იმ პერიოდისთვის? მე ახლა როგორც ზოგადად მე არ ვარ ამის პროფესიონალი, თუმცა შემიძლია სასახავ თქვა, რომ ანუ ქრისტიანობამ აიღო ეს კულტურა, ღვინის კულტურა წინა კულტურებიდან, ასე რომ ღვინო მანამდეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვა წინა პრექრისტიანულ რელიგიებშიც. თავისთავად ცხადია, რაც შემორჩენილია, აღწერილია თქვა, უფრო რომის იმპერიაზე აღწერილი, ღვინო ყოველთვის იყო ხოლმე, ხო? ანუ ღვინის გარეშე არც ერთი დღესასწაული მაშინდელი არ კეთდებოდა ხოლმე. ასე რომ ქრისტიანობაში გადმოვიდა ეს ღვინის კულტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ხალხებისთვის, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობდა, მაგრამ გაცილებით კარგად ვიცით, რომ იქ სადაც ქრისტიანობა შემოვიდა და ღვინის კულტურა შემოვიდა, იქ დაფუძნდა, ხო, ბოლო 16-17 საუკუნე არის უმნიშვნელოვანესი სასმელი ღვინო. თქვენს ერთ-ერთმა სტუმარმა ისიც თქვა, რომ იმაში ჩაკაფულშიც კი ღვინოს ასხამე რომ არ იყოს, ნუ იყოს ქართული ქრისტიანული კერძი, ხო, ძალიან მომეწონა რომ მოусმინე. ანუ ღვინო იყო, ანუ მით უმეტეს ჩვენ საზღვარზე ვინც ვიყავით ამ სხვადასხვა რელიგიებს შორის უნიშნელოვანესი განმასხვავებელი სხვა მეზობლებისგან. რაღაცა ესე დამცავი, ბადესავით იყო თითქოს ისლამურ კულტურასა და ქრისტიანულ კულტურას კი, კულტურას. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუნდაც სპარსეთში, ან ირანში შემდეგ ღვინო სვამდნენ კიდეც და მოყავდათ კიდეც და ნუ ცნობილია იქ თქვა რეგიონები, სადაც ღვინო მზადდებოდა, თუმცა მე-17 საუკუნის ჩანაწერებში თქვა ჩარდენი ის ამბობს, რომ კარგი ღვინო აქედან გადიოდა. სამეფო კარისთვის ქართული ღვინო საქართველოსთან მიდიოდა ისფაჰანშიც და სომხეთი მიდია და ისფაჰანი აქვს ნახსენები იმას თქვა ჟან შარდენს. ნუ მახსოვს ახლა ისტორიაში როგორ დრამატულად გვასწავლიდნენ მაგას, რომ შაჰ-აბასი შემოესია და ვაზი გაჩეხა და გადაწვა მთლიანად ვაზი. როგორ ფიქრობ, რა იყო, რითი იყო ეს გამოწვეული? ანუ ხედავდნენ რომ ასე ვთქვათ, ამაში იყო საქართველოს ძალა და ამან გამოიწვია ესეთი გაბრაზება? არის ორი, ერთი ჩემი აზრით ცოტა გაზვიადებულია, ისაც ყვებიან ხოლმე, ანუ ვაზს კი არ ებრძოდა, ეკონომიკას ებრძოდა და ღვინო ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო კულტურა ყოველთვის, იქ სადაც ვაზი ხარობდა, ასე რომ ეს უფრო ეკონომიკური და რა თქმა უნდა კულტურულიც ხო, თავისთავად ცხადდება და ეკონომიკურისთვის როგორც სახლებს გადაწყვეტდა, ისე ჩეხავდა ვაზს, რომ შემოსავალი არ ქონოდა და გადაესახლებინა და დაესუსტებინა უბრალოდ. თქვათ იგივე მე-17 საუკუნეში არის ჩანაწერები, ის ღვინო მიმოწერე, წინათ არ გამოსულა, მაგრამ კვლევად არის გამოცემული, რომ იქ ისფაჰანიდან ქართველ რომელიღაცა დიდებულს რო წერენ, რომ შენ რაღაცა იმას შეღავათებსაც რო უკეთებს, რომ იქიდან რაღაცები თუ გინდა ნუ გააკეთებ, მაგრამ ის ღვინო გამომიგზავნე შარშან რო გამომიგზავნეო, ეს ძალსახად იყო და იქ ღვინო სვამდნენ. იმ წლის მოსავალი უნდა და კონკრეტულად იმ ადგილის მოსავალი უნდა და სავარაუდოდ ის წყარო უნდა ვნახოთ, ძალიან საინტერესო იქნება, ზუსტად შეიძლება ადგილიც იყოს ნახსენები, ან სოფელი მაინც საცხოვრობდა ის, ვისაც ეს წერილი მიწერეს, მაგრამ ანუ ეს ღვინის მოხმარება იყო და თქვათ იგივე სიმთვრალის მე-12-13 საუკუნეებში სიმთვრალე და ესეთი ცხოვრება, რომელიც ძალიან მოდური იყო დასავლეთ ევროპაშიც და აგერ დღევანდელი ირანის ტერიტორიაზეც და ქართველი მეფეებიც იყვნენ ამ მიმართულებების, რა ქვია, მიმდევრები, მოკეიფეები, ასე რომ ეს მთლიანი ევროპა ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის ნაწილი. ყველაზე ხელსაყრელი პირობები, რომ ვაზი გადარჩა იყო აქ და არა გვაქვს სხვა ადგილებში ნაპოვნი, თქვათ ეს უძველესი ნაშთი. უბრალოდ ჩვენ ვიცით დაახლოებით 8000 წლის წინანდელი ნაშთები გვაქვს მეღვინეობის აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ძალიან ცნობილია და ამ ბევრმა იცის. ამაზე ძველი ჯერ არ არის აღმოჩენილი, თუმცა დაახლოებით 4 საუკუნის შემდეგ არის დღევანდელი ირანის ტერიტორიაზეც. ეს რო არის 8000 წლის წინანდელი, ის არის 7600 დადასტურებული. აქ იყო ყველაზე ბევრი ვაზი და ყველაზე დიდი ალბათობა, რომ მას შემდეგ რაც თიხის ჭურჭელი გამოიგონა ადამიანმა, კაცობრიობამ, ეს ყურძენი მოიტანა და აქ ჩაწურა, უკვე იწყება კულტურული მეღვინეობა და ეს ვიცით, რომ 8000 წელსახად არის, მაგრამ ალბათ ცოტა უფრო ძველი არის. მე-17 საუკუნემდე დაახლოებით ჭური ერქვა ყველგან. ივანე ჯავახიშვილს ესე უწერია. მე-17-მდე ჭური ერქვა ყველგან. ანუ ჭური, ჭურჭელი ერთი ძირი არის და სულხან საბასთან ჭური არის, კეცთაგან ჭურჭელი უწერია, რომ ჭურიში ჩამონათვალია თიხის ჭურჭელი, ესე თქვა ჭური. შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში ნენელა ქვევრმა ჩაანაცვლა სიტყვა ჭურიო. საიდან მოვიდა სიტყვა ქვევრი? ლოგიკურად ქვევრი ქვემოთ შესაძლოა აი ქვედასთან კავშირში იყოს. დასავლეთში დარჩა ჭური. დაახლოებით 10 წელია, რაც ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი პოპულარული რო გახდა, იუნესკოში შევიდა ჩამონათვალში და შემდეგ უკვე დასავლეთ საქართველოშიც ქვევრი უფრო მეტად გვხვდება და სავალ ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი
არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. რაც ნიშნავს არა იმას, რომ მარტო ჩვენი ადასტურებაა. ეს ნიშნავს, რომ თუ საფრთხე დაემუქრება ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს, ანუ ხალხი შეეშვება აღარ დააყენებს, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ შეინარჩუნოს ეს ტრადიცია. ანუ ეს არის დაცვა, რომ ტრადიცია არ გადაშენდეს, იმიტომ ეს მარტო ჩვენი კი აღარ არის, უკვე არის მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა. ხო, რაც შეეხება ქვევრი, სახელი ქვევრი დაცულია როგორც გეოგრაფიული დასახელება ქართული. ანუ ქვევრი ამ თიხის ჭურჭელს, საღვინე ჭურჭელს შეგვიძლია დავარქვათ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქართველოშია დამზადებული, ქართული თიხისგან არის დამზადებული, იქ ცოტა პატარა მოთხოვნები აქვს, ფორები და ასე ან მაგაზე მინდოდა მეკითხა, ანუ რამდენადაც ვიცი, მსგავსი ტიპის ჭურჭელში ამზადებენ ღვინოს იტალიაშიც, ესპანეთშიც, შეიძლება საბერძნეთშიც არის, პორტუგალიაშიც და ყველგან სომხეთში არის ქვევრსა და მაგ ჭურჭელს შორის. ამფორა ხო? ამფორა კიდე სხვა ჭურჭელი, ანუ თიხის ჭურჭელი, სადაც 8-1000 წლის წინ გაჩნდა თიხის ჭურჭელი, ხო, ყველა ქვეყანას ჰქონდა მეტნაკლებად ერთნაირი და აი ძველები რო ავიღოთ, სხვაობა იყო მხოლოდ სახელებში, აქ თუ ჭური ერქვა, იქ ერქვა პითოსი საბერძნეთში, დოლიუმი რომში, იქით იყო ტინახა, ტალია, პორტუგალია, ესპანეთი და ანუ ჭურჭელი ყველას იყო თიხის, ფორებიანი, საერთოდ ისებები რო აქვს, უბრალოდ ბოლოს ნელ-ნელა ქართულმა ქვევმა ცოტა სხვანაირი ფორმა მიიღო, დარჩა წვეტიანი ძირი აქვს და ეს ფორმა ოდნავ განსხვავებულია, გამოცდილი თვალი ხვდება, გამოცდელისთვის ყველა თიხის ჭურჭელი არის. თქვათ დღესაც ბერძნული პითოსები ძალიან ბევრი ხვდება მუზეუმებში, არის ხშირად არის ბრტყელძირიანი, მიწის ზემოთ იყო და დარჩა მიწის ზემოთ. საქართველოში გახდა ნელ-ნელა გახდა მიწის ქვედა განსხვავება ქართულ ჭურჭელსა და ამ ევროპულ ჭურჭელებს შორის ეგ არის რომ ჩვენი მიწაშია? დღესიც მიწაშია. დღეს არა, ჩვენი მიწაშია, ისინი მიწის ზემოთ დარჩა. და ეს ალბათ აძლევს იმ განსხვავებულობას, რატომაც იუნესკომ გადაწყვიტა, რომ ამის დაცვა. არა, ეს აძლევს იმ განსხვავებულობას, რატო დავიცავით სახელი ქვევრი ამ ფორმისთვის და ქართულისთვის. იუნესკომ გადაწყვიტა, იმიტომ რომ ეს მეთოდი, აქ არის ორი რაღაც, ანუ ქვევრის ღვინოზე როცა ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ჭურჭელი. ქვევრი, რო შევხედოთ, მშრალად არის ჭურჭელი, სადაც შეგვიძლია წეხარაც ვილაპარაკეთ. შეგვიძლია თეთრი ღვინოც დავამზადოთ, წითელიც, ვარდისფერიც, ქარვისფერიც, ყველანაირი. მაგრამ ჩვენი ტრადიცია, რომ ქვევრში ვაკეთებთ ქარვისფერ ღვინოს, ანუ ჭაჭაზე ვადუღებთ, ეს არის განსხვავებული. თორე ხვალე ხალხი ვინც ჭაჭის გარეშე ადუღებს ქვევრში, იმას არ აქვს ისეთი თვისებები, ანუ კარგი დაცვას კი არა, ხასიათი, როგორც აქვს ქვევრის ქარვისფერ ღვინოს. ანუ ქვევრის ღვინოში არის მეთოდი, ჭაჭაზე დუღილი ქარვისფერი, ქართული შეგვიძლია ვთქვათ, ქართული შემორჩენილი ნოუ-ჰაუ და ქვევრი ჭურჭელი, რომელიც მიწის ქვეშ არის და რომელიც ცოტა, მაგრამ საკმარის სხვაობას აძლევს მიწის ზემოთ რო ყოფილიყო იმასთან შედარებით. ახლა ერთი კითხვა მაქვს. აი ეს ფორმა, ბოლოში რო წვეტიანი არის ქვევრი. ეგ თუ აძლევს რამე განსხვავებას? მაგაზე ზოგადად ბევრი კამათი არის საუბრობენ. ეს ფორმა, ესეთი კვერცხის ფორმა რო არის, იმ სხვაობას აძლევს, რომ ძირი აქვს უფრო დიდი, ვიდრე ექნებოდა სწორი რო ყოფილიყო, როგორც არის ცისტერნები. მაგრამ ეს ახლა გემოს მიცემსო ცოტა გაზვიადებული მეჩვენება. ანუ ძირითადი ქვევრის თვისებები რა არის? ის რომ თიხა, ეს არის ტერაკოტა, ანუ გამოწვარი თიხა არის ფორებიანი. გადის მცირე, ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ ჰაერი. იმდენი რამდენი ჭირდება ღვინოს რო არ ჩაიხუთოს და განვითარდეს კარგად დაბილდეს. როგორც კასრების სხვათა შორის, მაგრამ ცოტა უფრო ნაკლები ქვევრში, მაგრამ გადის საკმარისი რაოდენობით. ერთი ეს არის. მეორე ფორმა, როგორც თქვი, რომ ლექი უფრო ადვილად ჭდება, იმიტომ რომ ბევრი ადგილი აქვს, ზედაპირი არის დიდი და დაწმენდა ბუნებრივი ცოტა უფრო ჩქარა ხდება ვიდრე სხვა ჭურჭელში და მესამე ეს ქართული ქვევრის შემთხვევაში მიწის ქვეშ რო არის, ეს ანუ მიწა არის ცუდი თბო გამტარი, ანუ არის თბო იზოლირებული. ისე როგორ ფიქრობ, ქართული ღვინის მომავალი ქვევრის მიმართულებით არის სიარული? თუ ზოგადად მაღალი ხარისხის და ცოტა არის ჩვენი სეგმენტი? ცალსახად მაღალი ხარისხის და ცოტა და ძვირი, იმიტომ რომ ჩვენი ყურძენი ძვირი ღირს ცოტა არის, სახელებია ისეთი, რომ მასიურ ბაზარზე ვერ გაიყიდება. ქვევრი არის უმნიშვნელო, ქვევრი ყოველთვის არის ლოკომოტივი, ესე ვთქვათ, ანუ ქვევრზე როცა ვსაუბრობთ, ყველაზე ბევრს ყვებით და მერე სხვა ღვინოებით შეიძლება შემოვიტანოთ არანაკლებ საინტერესოები და ხვანჭკარა, ვთქვათ, მაგალითად, რომელიც აბსოლუტურად სხვა სტილია, მაგრამ ქვევრი, ქვევრის ღვინოები ზოგადად კახეთში ყველაფერი კარგი გამოდის. ქვევრის, არაქვევრის, წინანდალი ქვევრში არ მზადდება. წინანდალი არის და მუკუზანი და ქინძმარაული, ასეთი არა ქვევრის ღვინო წესით, მაგრამ არის გამორჩეული ღვინოები.
ასე ყველას თავისი ადგილი აქვს. ქვევრი არის ის რაც იმდენად არქაულია და ძველებური შევინარჩუნეთ, ამ თიხის ჭურჭელი არის ყველაზე ძველი ჭურჭელი რაც არსებობს. ადამის დროინდელი. ადამის თიხის ჭურჭელი გამოდის, ხო? ადამის დროინდელი. თიხისგან არის ადამის. ხო. და ის მეცნიერულად რო თქვათ, ანუ გამყინვარების შემდეგ პირველი ჭურჭელი სხვა არ ყოფილა. აი ეხა ესე უცბად ცოტა პოეტურ ფილოსოფიური პარალელი გავავლეთ თუ ღმერთმა ადამიანი თიხისგან მოზილა და მე სული შთაბერა ასე ვთქვათ თიხის ჭურჭელი გამოდის სულისთვის ადამიანის სხეული და შეგვიძლია ეგეთი ალეგორიაც ვიხმაროთ რომ ღვინო არის სული რომელიც მე ამ თიხის ჭურჭელში ჩადის და აწოცხლებს ამ ყველაფერს ჩვენ ვცვათ ჭურჭელი კი ბატონო მიწისგან მოზელი თეთრი ღვინო როგორ დგება. ავიღებთ ამ ყურძენს, დავწურავთ და წვენი რაც გამოვა. მარტო ტკბილს ვეძახით ამ წვენს. მარტო ამ ტკბილს ჩავასხავთ სადუღალ ჭურჭელში. ეს საფუარი თავისი ჩაყვა, ჩაირეცხა, დაიწყებს დუღილს. კანთან შეხება არ ქონია, ამიტომ არ ექნება აც ტანინი, ცოტა არომატი ექნება, მაგრამ ტანინი არ გადავა, ანუ გემოზე ტანინი არ ექნება, მარტო ტკბილს თუ დავადუღებთ. მარტო ტკბილს ანუ მარტო წვენს. ჭაჭის გარეშე. კი, წვენს ჭაჭის გარეშე. თუ ავიღებთ წითელ ყურძენს და იგივენაირად კანს მოვაცილებთ და მარტო ტკბილს, ანუ მარტო წვენს დავადუღებთ, ცოტა ფერი გადაყვება და მივიღებთ ვარდისფერ ღვინოს. ანუ კანთან, ანუ ჭაჭასთან შეგება თუ არა აქვს, მიიღება ან თეთრი, ან ვარდისფერი. როზეს რო ვეძახით? როზეს რო, კი, ფრანგული სიტყვა როზე, რომელიც რავცელ და როზეს ვეძახით ვარდისფერ ღვინოებს. თუ კანთან შეხება ექნება თეთრ ყურძენს, წითელი ფერი ვერ გადმოვა, იმიტომ რომ არ აქვს, ხო? მივიღებთ ქარვისფერ ღვინოს, ანუ გადმოვა ცოტა ყვითელი ფერი, ცოტა, მაგრამ გადმოვა ტანინი. და წითლის შემთხვევაში ზუსტად იგივე ტანინი, ეს ყველაფერი რაც არის, იმაში და ქვია ფერი ყვითელიც ექნება, მაგრამ წითელიც დაემატება და ანუ გვაქვს 4 მეთოდი ღვინის დაყენების. წითელი, ქარვისფერი, ჭაჭასთან შეხებით და თეთრი და ვარდისფერი, ჭაჭის გარესთან შეხებით. მთელი მეღვინეობა არის ეს საფუარი, როგორ ვამუშაოთ კარგად და კანთან შეხება რამდენ ხანს გქონდეს ამა თუ იმ ჯიშს. ამის მართვით შეგვიძლია ის ყველა ათასობით ღვინო და სოფლიოში მზადდება არის ამ ფერი, კანის, წვენის და საფურის მართვა. რამხელა პროცესია ღმერთო ჩემო და რამხელა სამყარო არის ფაქტობრივად რა. და ყველა ღვინო მზადდება ესე. აი წითელი ჭრიჭორი. გასინჯვამი. კიდე მინახავს ახლა ევროპულ ვენახებში სხვადასხვა ყვავილებს რო დარგავენ ხოლმე. ვარდები არის ხოლმე ხშირად. აძლევს ეგ რამე გემოვნურ განსხვავებას? არა, ვარდებს აშენებენ იმისთვის, რომ ვარდიც მგზნობიარე იმ დაავადებების მიმართ, რაც არის ვაზს, რაც შეიძლება ვაზს შეეყაროს და უფრო მალე ემართება, თან ლამაზი არის. ლაკმუსის ქაღალდის. აი, ეგ მნიშვნელოვანია, კარგია რომ მკითხეთ, ერთი მითი კიდე. ღვინოს აქვს არომატები და ყვებით ხოლმე. ეხლა მოდაში ახალგაზრდებს ხო ტროპიკული ხილის ტონები, ვარდის ტონი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩდება ყურძენში. მზე ფოთოლში წარმოქმნის შაქარს ჩავა და გადაიქნება არომატულ ნივთიერებად. ყველა ის არომატი რაც არის ღვინოში მოდის ყურძნიდან. ან მუხიდან და ასე შემდეგ, მაგრამ მოდის ყურძნიდან, ანუ და ბუნებრივია. რომელ არომატს გაიკეთებს, ეგ დამოკიდებულია ნიადაგზე. დამოკიდებულია ჯიშზე, მზეზე, სიცხეზე, ნიადაგზე, წყალი რამდენია ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ბევრი წყალი არ ხდება. ბევრი წყალი ბევრი მოსავალია და წყალ-წყალე გამოდის. ფერდობი, კარგად იმაში და ისა ღამეგრილა, დღეცხელა, შაქარსაც აგროვებს, ჟავებით შეება და არომატი მეტი წარმოიქმნება. გვიან დაკრეფილი მეტი არომატია და ჯიშებზე რა თქმა უნდა არის. ხა ქაწითელს არომატი ცოტა აქვს ბუნებრივად. მაგრამ ეს არაფერს არ აკნინებს, იმიტომ დანარჩენი სხეული, ყველაფერი ძალიან კარგად აქვს. ადიჯი ქის და მწვანეს ჯიშური არომატი მეტი აქვს. ანუ ყურძენს ვჭამთ არომატი არ აქვს. მაგრამ ღვინოში რო გადავა, ესეთი მძიმე მოლეკულა არის. აი, ღვინოში რო გადავა, მოწყდება ის სიმძიმე და გახდება მსუბუქი და აკროლდება და უგზნობს ცხვირზე. და არც ერთი არომატი გარედან არ მოდის, არც დამტვერვით, არც ვარდიდან და არც ატმებიდან რო გადმოდის ხოლმე. ეს არომატები არის ყველა ყურძენში დევს შიგნით. ისევე როგორც ყველა ხილში. ყველა ხილს აქვს მეტნაკლებად მსგავსი სუნელი, იმიტომ რომ ერთი ის არის, რა ქვია,
ბოტანიკა არის ჩვეულებრივი, ყველა სჭირდება ეს არომატები და სინჯო ბოდიში მაინტერესებს. აი წითელიც აი ეს გვიპოვია. რაც უფრო გადამწიფდება, უფრო მეტი შაქარი აქვს, ხო? რაც უფრო ეს უკვე ნახეთ, ფოთლები უკვე ხმობას იწყებს, ასე რომ მწვანე რო აღარ არის, შაქარს ვეღარ აგროვებს. მაგრამ მზე რო ანათებს, წყალი ორთქლდება, შაქარი რჩება და რაოდენობა იკლებს, შაქრიანობა იმატებს, ფასი იმატებს. რაოდენობაში ვაგეთმა ფასი იმატებს. აი ეს არის საფერავი, მაგალითად ესე ვცნობთ ხოლმე. ნახეთ, პირველი წვეთი რო გამოვიდა, უკვე ვარდისფერია. ხო. ანუ ამას თუ დავწურავთ და რბილობი კი არ აქვს, ოდნავ შეფერილია უკვე, ნახეთ კუდა. თუ დავწურავთ, ტკბილი თეთრი იქნება, მაგრამ ცოტა გადმოყვება და გამოვა ვარდისფერი ღვინო. საფერავი რა ვიყოთ, პირდაპირ დავწურავთ, ვარდისფერი იქნება. არის ჯიშები, რომლებიც ცოტა ფერი რო გამოვიტანოთ, უნდა დავტოვოთ ჭაჭაზე, ოღონდ შენი საყვარელი ჯიში რომელი? ეგ ყველაზე რთული კითხვა არის. ანუ ერთხელ რომ მკითხეს, რომ ჩამოვთვალე, ვეღარ გავჩერდი, არა, ბევრი მაქვს. მე მიყვარს, მე ცოტა ტრადიციული იმას მიდგომების მომხრევად, მე მიყვარს ყველა ჯიში თავის ადგილზე. კახეთში მიყვარს ქაწითელი მწვანე, ქისი, ხიხვი და საფერავი. და ცოლიკაოდი ცისკა და კრახუნა მიყვარს იმერეთში, ოცხანური საფერი ძალიან ჩემი საყვარელი. მაგრამ არ მიყვარს ოცხანური საფერი აქეთ და რა ვიცი, ქაწითელი არ არის კიდე კაი იმერეთში. ყველას თავისი ადგილი და შარდონე ბურგუნდიაში არის. მივწიოთ. მაგი კი კარგი არ არის, მაგრამ ადროშის ტექნოლოგია თანამედროვე იმაში გამარტივდა. ვაუ. კერატო არ არის კარგი? ჰაერი ეხება და ცოტა გემოსოცulis ხოლმე, თუმცა მათო ზედაპირზე და ნახეთ ახლა თლათ ქარის ფერი, შეფერილობა იმის გამო და იმის წყალობით უფრო რომ ღვინო, ანუ იყო ჭაჭასთან შეხებაში მთელი დუღილის განმავლობაში გამოიტანა ტანინები, ხმატივი ტერმინები, ტანინი არის და ის ფერი იმ შეფერილობის ნივთიერებები, რომლებიც, ანუ ისეთი ნივთიერებები, რომელიც მე გაყვითლა და გაყავისფრდება. და ვიღებთ ღვინოს, ანუ ჭაჭაზე რო ვადუღებ, თეთრს არ ვეძახით, ამას ვეძახით ქარვისფერს. და ქარვისფერი შეფერილობა, ეხლა ქარვისფერი ღვინოს ქვია ქარვისფერი, ამ შემთხვევაში ცოტა ოქროსფერია. შეიძლება იყოს ჩალისფერი, ოქროსფერი, ქარვისფერი, ქარვისფერი უფრო მუქი როცა არის ხოლმე. და ეს სიტყვა ქარვისფერი მეორენაირად შეგვიძლია ვთქვათ ასევე ნარინჯისფერი ქართულად. ნარინჯი, ნარანხა, პორტოხალი, პორტოკალ და მსოფლიოში არის ქვეყნები, უბრალოდ არის სეგმენტები, ბაზაც გააჩნია და ხშირად ჩრდილოეთის ქვეყნებში ორანჯ ვაინი უფრო მოწონთ, იმიტომ რომ უფრო ესმით. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ორანჯი შეიძლება პორტოხალთან და პორტოხალის ღვინოსთან აერიოთ, იქ სადაც ღვინის კულტურა არ არის და იბნევიან ხოლმე და იქ ამბერი რჩენია და ამბერი შეფერილობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამბერი და ორანჯი არის ერთ და იგივე მნიშვნელობა აქვს და აი ამ ფერიდან მოდის. ხომ დავიბენი, მეგონა პორტოხლის ღვინოზე იყო ლაპარაკი. დეგუსტაციასაც ის აქვს, ხო, თავისი. დეგუსტაცია თალკე მთელი ფილოსოფია არის, ხოლმე ძალიან საინტერესო. ძალიან მათ ყველაფერი ესე იზომებ. ჩვენი წინაპარი მარტო ღვინოს კი საჭმელს ნახავს და ხო, ჯერ ნახულობს. ჯერ შეხედავ როგორია, მერე ნახულობს ომს და გასინჯავ და მერე შეჭამდა. დღეს უკვე უძდელობათ ითვლება და ათვალიო და ნახო საჭმელის, მაგრამ ღვინოში შემოგვჭა ეს ძველებური მიდგომა. ანუ აქ ნახულობთ ფერს. ეს ფერი ღვინოს აქვს, ან თუ არის ქარვისფერი, ანუ ჭაჭასთან ვადუღეთ, ესეთი შეფერილობა, ან არის ძალიან ასაკიანი თეთრი ღვინო. იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ქარვისფერში და იმაში ოქროსფერში გადადის. მე რომ ნახულობ ცუნს. აქ ცუნზე ვიგრძენით, რომ ამას ვაწყობი აქ. ძალიან მომეწონა ის არის. ეხლა ყველა ღვინოს აქვს რაღაც არომატები, რომელიც მოდის ყურძნიდან გადმოდის, ოღონდ იმის მიხედვით რა ჯიშია, როგორი სიმწიფე აქვს და რამდენი წლის არის ღვინო, შეიძლება მაგალითად გადმოვიდეს ატმის არომატი, მაგრამ დროთა განმავლობაში განვითარდეს და ატმის არომატი გადავიდეს ატმის კომპოტის ან ატმის ჯემის უფრო სასიამოვნო ხოლმე და ჩირებისკენ მიდის ეს სურნელი. ამას უბრალოდ ამ სახელდებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ დიფერენციაცია შევძლოთ და რეალურად ატომთან ამას არანაირი მნიშვნელობა. არანაირი კავშირი ატომთან არ აქვს. მეტიც შეიძლება მოლეკულები არ ემთხვეოდეს პირდაპირ ატომში, რასაც არომატს წარმოქმნის და აქ ღვინოში ატმის უნსაც წარმოქმნის, შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ შეიძლება ემთხვეოდეს, იმიტომ რომ მეტნაკლებად რაც სურნელია, ყველას არის ერთი და იგივე მოლეკულებია. ოღონდ ძალიან დეტალებში თუ ვაწავიდეთ და მარტივად ვთქვათ, ერთი მოლეკულა, ერთი სუნი არ არის ღვინის შემთხვევაში. აქ არის ასობით სხვადასხვა მოლეკულა, ყველა ღვინოში არის ასობით ერთი და იგივე მოლეკულები, ოღონდ სხვადასხვა პროპორციით და აქ
ატომი რო ვიგზენი ვიღაცისთვის არის გარგარი უფრო არის, იმიტომ რომ ატომი რო შეჭამა ტვინში, მაგრამ რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ იმ მოლეკულებზე და არა იმ ის საერთო აქვს ამ შემთხვევაში. და ტვინს როგორ აქვს დამახსოვრებული ეს. არ არის მარტივი ქიმია, არომატები, ესე ადმიდის, რომ გავზომე და ემთხვევა. კომპლექსურობა არის და ამიტომ არის, რომ მე დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი მანქანა, მიუხედავად იმისა, რაღაცები გამოიგონეს, ვერც ერთი მანქანა დეგუსტაციას ვერ ჩაატარებს და სანამ ადამიანს სიამოვნებს, მხოლოდ ადამიანს შეუძლია ნახოს ეს მოეწონება თუ არა სხვა ადამიანს. ასე რომ დეგუსტატორები დავრჩებით ხელოვნური ინტელექტი დეგუსტაციაში. დეგუსტატორი იქნება, ხო? ვერ იქნება. საინტერესოა, რომ მუსიკა გამოდის ყნოსვა, ის მუსიკა, რა მუსიკასაც ეს უკრავს. და ღვინო მაინც აი მეთქი ცოტას რომ მოსვა. აი ყველა ფიქრი უნდა გააჩეროს და მთელი ყურადღება აი აქ უნდა წავიდეს და აი ამის ტკბობაში უნდა გაგიშვას ცოტა ხანი და twin უნდა გაჩვენდეს რაღაცნაირად რა. მაგას ვეძახი კარგ ღვინოს. კარგ მაღვინო, უნდა აღზრდას რაღაც ემოცია და ცოტა ხანი გადადოს სხვა ემოციები. განსაკუთრებით საქართველოსთვის შედარებით ახალი ჭურჭელი არის. ძალიან საყვარელი. ჩვენთან მოდაში ისე არ იყო, შემოვიდა დაახლოებით 2 საუკუნეა, რაც მასიურად შემოვიდა მე-19 საუკუნიდან უფრო, რომ თიხის ჭურჭელი იყო ძირითადად. ხის და მუხის კაცრები უკვე 2000 წელი არის და იმდენად დაიხვეწა, რომ ხის კაცრები ამოვარდა სხვა, თქვათ იგივე წაბლის და ასე შემდეგ სხვა მასალა ამოვარდა უკვე საუკუნეებია, დარჩა მხოლოდ მუხის კაცრები. მუხა როგორც ყველაზე ესეთი კეთილშობილი ხე, ხო? როგორც ქვევრი ატარებს ჟანგბადს, კაცრი ცოტა უფრო მეტი რაოდენობით ჟანგბადს ატარებს, ჰაერს და რაც ღვინოზე ძალიან კარგად მოქმედებს. კაცს ეს თვისება ჰქონდა და მეორე, ამჩი თუნდაც ხის ნებისმიერი ის რო ავიღოთ მუხის ნაჭერი და კარგად გავჭრათ, რო ცხელდება, მოკლედ წარმოქმნის ძალიან კარგ არომატებს. და ქვევრისგან განსხვავებით მუხის კაცრი ჟანგბადისგან და აძლევს ღვინოს სურნელს თვითონ მუხის. საქართველოში ისე პოპულარული არ არის ქვევრის ქვეყანა ვარ და ესე ამბობენ რომ ეს დამატებითი სურნელი კასრის მუხის სურნელი რატო უნდა მქონდეს ღვინოშიო, თუმცა მუხის ქვეყანაც ვართ, მუხის კულტურა გქონდა ჩვენ ტრადიციაში. მუხა ჩვენთანაც მნიშვნელოვანი ხე იყო ყოველთვის ისე. ზოგადად ღვინო არ უნდა დაჩაგდოს მუხის სურნმა, ეს მნიშვნელოვანია და აქ მაგალითად როგორ ვაკეთებთ, იცით რომ ნაწილი ქვევრის ღვინოების კასრში ძველდება 1 წელი დაახლოებით, ოღონდ ვიყენებთ არა ახალ კასრს, რომელსაც ძლიერი სუნი აქვს, არამედ მეორედ კასრს, რომელსაც უფრო თხელი სუნი აქვს და ჟანგბადი რაც შედის, უფრო კარგად ავარგებს ხოლმე. ამ ხელაცოვნა და გამოცდილება არის დაგროვილი ჩვენს უკან, აი ხა რომ მივიხედოთ უბრალოდ ადამიანმა და კაცობრიობამ რა გზაც გამოიარა, რამდენი ექსპერიმენტია, რამდენი ცდა არის. ამ ცდის შედეგად ის ცოდნა მიღებული, რომელიც ახლა გვიჭიროს ხელში და ამას ვაგემოვნებთ. რამდენი 1000 წელი. მოდი გაუმარჯოს ყველას, ვინც ჩვენამდე იყო და ვინცაც ეს ცოდნა მოიტანა და ვაზი ღვინო და ქართველები. ესეთი ციგნიც არის კარგი.